შეჯახება, ღია ჭრილობა და საკაცით დატოვებული მოედანი. გიორგი მამარდაშვილმა დაზიანება მიიღო. მამარდა ევერტონთან მერსისაიდურ დერბიში დაშავდა. 54 წუთზე ევერტონის თავდამსხმელი გოლის გატანისას მამარდას შეეჯახა, რის შედეგადაც ქართველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯეოთიმის ინფორმაციით მამარდა სამ კვირაში დაუბრუნდება მოედანს. ტრავმაზე სოციალურ ქსელში თავად მეკარემაც დაწერა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებს შედეგიანი უქმეები ჰქონდათ. შაბათ კვირას ევროპულ ტოპ ლიგებში რამდენიმე ქართული გოლი მიიღეს. კვარამ საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში ლიონს გაუტანა გოლი, თუმცა PSG 2-1 დამარცხდა. ბუნდესლიგაში კი თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. ავსტრიის ბუნდესლიგაში პენალტი ზუსტად შეასრულა ოთარ გიტეიშვილმა. ტოპ 5 ლიგაში პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მოედანზე შესვლიდან 1 წუთში აიღო მეტოქის კარი. საქართველოს ჯუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. თბილისში ჩატარებული ტურნირი ქართველი ჯუდოკებისთვის ისტორიული გამოდგა, სადაც მას 7 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და ნაკრების კაპიტანი გურამ თუშიშვილი გახდნენ. გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გოგაბითაძის ორლანდო მეჯიკმა NBA-ის პლეი-ოფი გამარჯვებით გახსნა. კლუბმა აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილოსანი დეტროიტ პისტონსი 112-101 დაამარცხა. შეხვედრაში მწვრთნელმა ქართველს 11 წუთი დაუთმო, რა დროშიც ფითაძემ 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.